ევროპის პოლიტიკური გაერთიანებისა და სომხეთ ევროკავშირის სამიტები ერევანში. პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ისტორიულ შეკრებას მასპინძლობს. 30-ზე მეტი ლიდერი სომხეთში ჩავიდა. ერთდროს რუსეთის სატელიტი ქვეყანა კრემლის გავლენისგან თავისუფლება და უსაფრთხოების განვითარების ახალ არქიტექტურას აყალიბებს. დროის მოკლე მონაკვეთში სომხეთმა მშვიდობა დაამყარა აზერბაიჯანთან. დაუახლოვდა თურქეთს. გახდა ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი. ოფიციალურად გამოაცხადა ევროკავშირში შესვლის პროცესის დაწყება. დღეს ეს ქვეყანა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ერთდროს რეგიონის ლიდერმა საქართველომ კი დაკარგა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა, განიცადა დრამატული დემოკრატიული უკუსვლა. ოფიციალურად გამოაცხადა, რომ წყვეტს ევროინტეგრაციას. უპირისპირდება საქართველოს ყველა დასავლელ პარტნიორს. უსაფრთხოების გაძლიერების ნაცვლად ის მოარღვია და ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია. შესაბამისად ის სურათი, რასაც ახლა ერევანში ვადევნებ თვალყურს, სრულიად ლოგიკურად გამოიყურება. ევროკავშირის თითქმის ყველა ლიდერი, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, ნატოს გენერალური მდივანი, კანადის პრემიერი და უკრაინის პრეზიდენტი ერევანში ჩავიდნენ. სომხეთმა კიდევ ერთი მკაფიო განაცხადი გააკეთა, რომ უარს ამბობს ძველ პოლიტიკაზე და ირჩევს ახალ საგარეო პოლიტიკას. ერევნის სამიტების ისტორიულ მნიშვნელობას ხაზს უსვამს ის ფაქტი, რომ წარსულს ბარდება 10 წლეულების განმავლობაში წარმოებული პრორუსული პოლიტიკა, რამაც სომხეთს ვერც განვითარება მოუტანა და ვერც უსაფრთხოება. ახლა პუტინი უყურებს, როგორ კარგავს ტრადიციულ მოკავშირეს, უпроსწორად ვასალურ მდგომარეობაში ჩაყენებულ სახელმწიფოს. ნიშნულოვანია, რომ სამიტს ონლაინ ჩაერთო აზერბაიჯანის პრეზიდენტი, რომელმაც განაცხადა, რომ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს 2028 წელს ბაქოში უმასპინძლებს. სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა კი დაადასტურა, რომ აზერბაიჯანში ისიც ჩავა. ერევანს ესტუმრა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტიც. ესეც ისტორიული დატვირთვის ფაქტია. ფორმულას გადამღები ჯგუფი ერევანში იმყოფება. სოფო ვარდიაშვილი, სომხეთის დედაქალაქიდან. სოფო ყველა ერთხმად უწოდებს ამ მოვლენას ისტორიულს სომხეთისა და რეგიონისთვის. რა მთავარი ეპიზოდებით გამოირჩეოდა დღევანდელი დღე? Დიახ, დავიწყებთ ამ შეფასებებით. გეტყვით, რომ ჩვენ გავართ ერევნის ცენტრში რესპუბლიკის მოედანზე, სადაც დავიწყეთ ჩვენი ჩართვები ამ სამიტის შესახებ, ვიდრე დაიწყებოდა დღევანდელი შეხვედრა. იმ დაწყებამდე პერიოდთან შედარებით უსაფრთხოების ზომები ახლა იმდენად ძლიერი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პოლიციელია ისევ აქ ცენტრალურ ადგილას, ეს არის ყველაზე დატვირთული ტურისტული ადგილი და ახლა მუზეუმის შენობაში, ეროვნული მუზეუმის შენობაში შეხვედრას მართავს ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტი, სომხეთის პრემიერთან ერთად და სწორედ ამიტომ არიან ახლა აქ შეკრებილი სამართალდამცველები, თორემ ისე შედარებით შემსუბუქდა უსაფრთხოების ზომები, მას შემდეგ რაც მაკრონის ეს შეხვედრა დასრულდება, ისიც ალბათ უკვე დატოვებს ერევანს, ისე როგორც ლიდერების უმეტესობამ უკვე სომხეთის დედაქალაქი უკვე დატოვა. რაც შეეხება იმას, რომ ბევრი ნიშნით გამოარჩიეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი, მერვე სამიტი, როგორც ისტორიული, ეს ნიშნები არის მაგალითად ის, რომ ეს სამიტი პირველად გაიმართა სომხეთში და საერთოდ სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ ვნახეთ, რომ სომხეთი ძალიან აქტიურად ავითარებს ურთიერთობებს ევროკავშირთან და ისტორიული იყო იმ ნიშნითაც ეს სამიტი, რომ მასში მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, მართალია დისტანციურად. ვიდეოქოლით ჩაერთო ის ამ შეხვედრას, თუმცა მან მონაწილეობა ამ სამიტში მიიღო და ითქვა ისიც, რომ უკვე 2028 წელს ბაქო უმასპინძლებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს და სომხეთის პრემიერი ფაშინიანიც გეგმავს, რომ ამ სამიტს დაესწროს. ასევე კიდევ ერთი ნიშანი, რის გამოც ისტორიულად ჩათვალა თვითონ სომხეთის პრემიერმა ეს სამიტი იყო ის, რომ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი იყო ჩამოსული ამ სამიტზე დასასწრებად. ხო, კიდევ ერთი ნიშანი არის ის, რომ დაახლოებით 50 ევროპელ ლიდერთან ერთად, რომლებიც ესწრებოდა ამ სამიტს და ეს არიან როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები, ისე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების წარმომადგენლები. პირველად ესწრებოდა ამ სამიტს კანადის პრემიერ-მინისტრი, ის იყო პირველი არაევროპელი ლიდერი, რომელიც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს დაესწრო და მან ილაპარაკა ძალიან ბევრ თანხვედრაზე, ღირებულებით თანხვედრაზე თუ პრინციპებში თანხვედრაზე ევროკავშირთან და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე ვოლოდიმირ ზელენსკის გზავნილებიც, რომელიც
რომელიც ერთგვარად იყო მაინც ცენტრალური ფიგურა ამ სამიტის და მან ილაპარაკა იმაზე, როგორ მნიშვნელოვანია ერთიანობა ევროკავშირში ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით და თავდაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით და როგორ შეიძლება ამ ერთიანობამ იმგვარად დაასუსტოს რუსეთი, რომ მან საერთოდ უარი თქვას უკრაინაში ომის გაგრძელებაზე. ხო, კიდევ მნიშვნელოვანი ამ სამიტზე ის იყო, რომ ქართული ოცნებიდან, როგორც იცით, მას ესწრებოდნენ ოცნების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამ სამიტის ფარგლებში. ძალიან მცირე შეხვედრა შედგა მათ და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. ახლა ქართული ოცნების ხელისუფლება ამას ისე წარმოაჩენს, რომ თითქოს ეს იყო უკრაინული მხარის ინიციატივით დაგეგმილი შეხვედრა. ამაზე პასუხი ჩვენ უკრაინული მხარისგან არ გვაქვს, თუმცა ამ შეხვედრას მოჰყვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარი და მან თქვა, რომ ურთიერთსასარგებლო ხელშეკრულებებზე, სავაჭრო ხელშეკრულებებზე იმსჯელეს და ასევე იმსჯელეს, როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირს და ევროკავშირში ინტეგრაციას და ესეც მნიშვნელოვანი იყო ეს შეხვედრა იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში ჩვენ ძალიან აქტიურ დეზინფორმაციულ კამპანიას ვხედავდით, როგორც უკრაინის წინააღმდეგ, ასევე ევროპელი ლიდერების წინააღმდეგ, რომელსაც ქართული ოცნება მუდმივად აბრალებდა, რომ ისინი გვითრევდნენ ომში. და დღევანდელი დღე დასრულებულია ლიდერების დიდმა ნაწილმა, ფაქტობრივად უმეტესობამ დატოვა უკვე ერევანი, მაგრამ ხვალ კიდევ ერთი სამიტი არის დაგეგმილი. ამ სამიტის გაგრძელება ეს არის ევროკავშირ სომხეთის სამიტი, რომელიც ასევე პირველად იმართება და რომელსაც მოჰყვება ძალიან ბევრი სერიოზული მნიშვნელოვანი ხელშეკრულება კონკრეტულ სფეროებში თანამშრომლობის უკვე სომხეთისთვის.